და სტუდიო იწყებს პირველ რეალიტ შოუს დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტელეკომპანიების ეთერში. რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, გურია ტივი, ტევ ერა. ეს რეკლამა სწორედ შენს შესახებაა და სტუდიო გაძლევს შანსს შეცვალო შენი მომავალი. ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო სატელევიზიო რეალიტ შოუს. პირველი რეალიტი შოუ დასავლეთ საქართველოში. მიიღეთ კასტინგში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულმა. არაორდინალურმა, ორიგინალურმა და განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებმა. მოხდით ჩვენს პროექტში. მოიგეთ პირველობა, მთავარი პრიზი, ბინა ქუთაისში და რაც მთავარია, ტელემაყურებლების სიმპათია. რეალიტი შოუ 13 თქვენი მომავლის შეცვლის უდიდესი შანსია. კასტინგები გაიმართება შემდეგ ქალაქებში. 25-26 ივნისი, ქუთაისი. 28 ივნისი, ზესტაფონი. 30 ივნისი, საჩხერე ჭიათურა. 1-2 ივლისი, ზუგდიდი. 4-5 ივლისი, ფოთი. 7 ივლისი, ოზურგეთი. 10 ივლისი, ბათუმი. შესაჩევ კონკურსს გააჩნია სპეციალური წესები. თუ გსურს კასტინგში მონაწილეობა, მაშინ ეწვიე და სტუდიოს ვებგვერდს 3w.studio.g. აირჩიეთ 13-ის გვერდი, სადაც ჩამოტვირთავთ მონაწილის ანკეტას და გაიგებთ ყველა დეტალს, რათა გახდეთ კონკურსის მონაწილე. იცხოვრე 3 თვე ჩვენთან ერთად. მოიგე ახალი ბინა ქუთაისში და გახდი პოპულარული. და სტუდიო გელის 13. პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია. გადაცემის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი. გადაცემა 13-ის სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი riviera.com, მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი. გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა. ანსამბლი ძმები საგასტროლო ტურნესთვის ემზადება. ქორეოგრაფიული სტუდია ბულგარეთში ბავშვთა ფოლკლორულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც იუნესკოს ეგიდით იმართება და მას ქალაქი ნესებრი მასპინძლობს. ფესტივალში 18 ქვეყანაა ჩართული. ჩვენს გარდა მიიღებს კიდევ 18 ქვეყანა მონაწილეობას. დაყოფილია ეტაპები, 3 ასაკობრივი ეტაპია და ჩვენ ცოტა რთულ ეტაპში გვიწევს მონაწილეობის მიღება. ასაკია უფრო მეტი რაოდენობა ანსამბლების, ეს არის 10-დან 14 წლის ასაკი, საშუალო ასაკი, რომელიც არის და რაც შეეხება ის 2 წლის წინანდელი შედარება რომ გავაკეთო, შარშან ჩვენი კონკურენტები იყვნენ პოლონეთი, ავსტრია, უნგრეთი და რუსეთი. ნახავთ ახლა წელსაც რა მოხდება, მე ამ ბავშვების იმედი მაქვს და დანარჩენი ამაცია დამოკიდებული. თავარია სულმა იგრძნოს და სხეული გაყვეს, რასაც შემდეგ აღიქვამს მაყურებელი და ძმები ბულგარეთის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ფესტივალში 2 წლის წინაც იღებდნენ მონაწილეობას. წლევანდელი ტურნესთვის მოცეკვავეებს 2 ცეკვა მთიულური და აფხაზური აქვთ დადგმული. პირველად მივდივარ ამ გასტროლზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ მაშინ ვიღებ მე მონაწილეობას, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ და აქ მშვიდობიანად დავრუნდებით. ჩვენი ანსამბლი ძმები მიემგზავრება ფოლკლორულ ფესტივალ კონკურსზე ბულგარეთში. იქ მონაწილეობას იღებს 18 ქვეყანა. ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ასახელოთ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი. შენ პირველად გიწევს მონაწილეობის მიღება? მე მეორედ მივდივარ უკვე ბულგარეთში. პირველად როცა წავედი ბულგარეთში, კმაყოფილი ვიყავი, გავიმარჯვე. მე პირველად მივდივარ ბულგარეთში 2 ცეკვით, მთიულური და აფხაზურით. დიდი იმედი მაქვს, რომ ავიღებთ პირველ ადგილს და გამარჯვებული დაბრუნდებით ჩვენ სამშობლოში. ჩვენ დავდგეთ 2 ცეკვა. აფხაზური და მთიულური
დიდი იმედი კი დარწმუნებული რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ავიღებთ პირველ ადგილს. ბულგარეთის ფესტივალის გარდა ანსამბლი ბოსნია-ჰერცეგოვინას რესპუბლიკაშიც გეგმავს გასტროლს. იმერეთის რეგიონის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. სასპორტო სკოლამ ტურნირზე 2 ოქრო და 4 ვერცხლის медаლი მოიპოვა. მოჭიდავებმა თავიანთი ასპარეზობით გუნდური პირველობაც დაიკავეს. ზესტაფონის გუნდი გამოდიოდა 8 კაცის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოჭიდავებმა კარგად იმუშავეს, ავიღეთ 2 ოქრო და 4 ვერცხლის медаლი. გუნდურად პირველი ადგილი დავიკავეთ. სასიამოვნო იყო მათი გამოსვლები და რა თქმა უნდა წარმომადგენლები ამბობდნენ ზესტაფონს მიაქვს თემელებიო. ვიყავით შეჯიბრებაზე ჭიათურაში, ვიჭიდავე 4 შეხვედრა, მოვიგე 4-ვე და დავიკავე პირველი ადგილი. გავმართ 3 შეხვედრა, აქედან მოვიგე 2 და დავმარცხე ფინალში. დავიკავე მეორე ადგილი. პირველად ვიყავი შეჯიბრებაზე ჭიათურაში, დავიკავე მეორე ადგილი, მოვიგე 3 შეხვედრა და 3 შეხვედრა. და წავაგე 1. მოჭიდავეებმა მედლებთან ერთად სერტიფიკატებიც მიიღეს, რითაც მათ საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელსაც 25 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ზესტაფონი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ასპარეზობისთვის მზადებას შეუდგა. გუნდმა ორკვირიანი შვებულების შემდეგ პირველი ვარჯიში საკუთარ ბაზაზე გამართა. 24 ივნისს გუნდი საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, თუმცა მეტოქის ვინაობა ამ დრომდე არ არის დასუსტებული. 26 ივნისს კი ზესტაფონი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც კლუბი 4 სპარინგ შეხვედრას გამართავს. გუნდს დაუბრუნდნენ მიხეილ სარდალიშვილი, ნოდარ კიკნაველიძე. შოთა ბაბუნაშვილმა და ალექსი ბენაშვილმა კი ზესტაფონთან შრომითი კონტრაქტი 5 წლით გაიხანგრძლივეს. რატი წინამძღოლშვილი ნორვეგიაშია და იქაურ მილდესთან ერთად ვარჯიშობს. ზესტაფონი დატოვა გოგა ბერაიამ. გიორგი ონიანი კი კარიერას გორის დილაში განაგრძობს. შოთა გრიგალაშვილის საკითხი ამ დრომდე ღიადაა. 25 ივნისს კი ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა ჩატარდება, რომელიც 25 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. ზესტაფონს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა არ მოუწევს. მეორე ეტაპის შეხვედრებს კი ზესტაფონელები 17, 18, 24 და 25 ივლისს გამართავენ. და სტუდიო იწყებს პირველ რეალიტ შოუს დასავლეთ საქართველოს შემდეგი ტელეკომპანიების ეთერში. რიონი, ოდიში, ეგრისი, მეცხრე ტალღა, არგო, გურია ტივი, TV-ერა. ეს რეკლამა სწორედ შენს შესახებაა. და სტუდიო გაძლევს შანსს შეცვალო შენი მომავალი. ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო სატელევიზიო რეალიტ შოუს. პირველი რეალიტი შოუ დასავლეთ საქართველოში. მიიღეთ კასტინგში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულმა. არაორდინალურმა, ორიგინალურმა და განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებმა. მოხდით ჩვენს პროექტში. მოიგეთ პირველობა, მთავარი პრიზი, ბინა ქუთაისში და რაც მთავარია, ტელემაყურებლების სიმპათია. რეალიტი შოუ 13 თქვენი მომავლის შეცვლის უდიდესი შანსია. კასტინგები გაიმართება შემდეგ ქალაქებში. 25-26 ივნისი, ქუთაისი. 28 ივნისი, ზესტაფონი. 30 ივნისი, საჩხერე ჭიათურა. 1-2 ივლისი, ზუგდიდი. 4-5 ივლისი, ფოთი. 7 ივლისი, ოზურგეთი. 10 ივლისი, ბათუმი.
შესაძლოა კონკურსს გააჩნია სპეციალური წესები. თუ გსურს კასტინგში მონაწილეობა, მაშინ ეწვიეთ და სტუდიოს ვებგვერდს www.studio.g. აირჩიეთ 13-ის გვერდი, სადაც ჩამოტვირთავთ მონაწილის ანკეტას და გაიგებთ ყველა დეტალს, რათა გახდეთ კონკურსის მონაწილე. იცხოვრე 3 თვე ჩვენთან ერთად. მოიგე ახალი ბინა ქუთაისში და გახდი პოპულარული. და სტუდიო გელის 13 პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია თაია. გადაცემის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ლიდერი კომპანია აზარტული თამაშების სფეროში. 13-ს წარმოგიდგენთ მამუკა მიქაძის სამედიცინო კლინიკა ბომონდი. გადაცემა 13-ის სპონსორია ინტერნეტ ტოტალიზატორი riviera.com, მაქსიმალური კოეფიციენტი და კომბინაციების დიდი არჩევანი. გადაცემას წარმოგიდგენთ ხორცს პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ონიმა.